არის ეგეთი ტრადიცია კალაბრიაში, კალაბრიის რეგიონში და სიცილიაზეც ბოდიში. ფედერიჩიანო ესეთი მიმდინარეობა და როგორი არის ისეთი ლექსი გადააქვთ კერამიკის ფილაზე თავის არაჩვეულებრივი ორნამენტებით როგორთაც მათ ახასიათებთ რა დიზაინით და განცდით ამ ფერწერული ცნობიერებით ლექსებს დებენ კედელში, ქალაქის კედელში. ვთქვათ, დღეს წელს ჩადებენ ორ ფილას. ესე სხვადასხვა კედლებში დგას, დევს ეს ლექსები, ამ კერამიკულ ფილაზე გადატანილი ლექსები. და რამდენიმე წლის წინ მომივიდა ძალიან ისეთი საოცრად ემოციის მომგვრელი ცნობა, რომ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი ლექსი ჩავდოთ ქალაქის კედელში. ქალაქის კედელში, როკა იმპერიალეში, ერთ დროს სატახტო ქალაქში, სადაც ეს ფედერიჩიანო საიდანაც მოდის ეს ტახტი აქ დაიდგარა ამ მეფეს. და ქალაქის კედელში ჩადეს ეს ლექსი, რომელსაც ქვია ნატას და ელენეს, ჩემი შვილების სახელები. ხო, და თან იმდენად გასახარი იყო ეს ყველაფერი, რომ ჩავედი გახსნაზე. მე ვთხოვე, როცა დებდნენ ამ კერამიკულ ფილას, რა რომ იქ ყველა ლექსი იტალიურ ენაზეა. მე ჩემი ლექსი სადაც ჩადეს გვერდით არის გარსია ლორკას ლექსია. მაგრამ იტალიურად არის და არა ესპანურად. იქითაც თქვათ ნახე ჟაკომო ლეოპარდი იტალიურად წერდა და იტალიურად არის, მაგრამ თუ ვინმე უცხოელის ლექსი არის, ის იტალიურად არის ნათარგმნი და მერეა ჩადებული რა. მე ვთხოვე, რომ რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის იმდენად პოპულარული მეთქი როგორც თქვენი, მოდი ქართული ხელნაწერიც გააკეთეთ მეთქი რა, თუ მადლს აკეთებთ, მარილიც მოხდა. და ეხლა ორივე ორენოვანია, კი, და ქართული წარწერაც ჩავდე რომის იმპერიის კედელში. ზეპირად ხო არ გახსოვთ ეგრეთ. სიუჟეტი იმას ნახე ახლა გამახსენდა, ეგ როგორ არ ქონდა კითხვაში ჩადებული ეგ ამბავი, არა, მამაშვილობაზე რო არის საუბარი, იმიტომ გავიხსენე რომ ხო არ გახსოვთ ეგრეთ. ნატას და ელენეს, ესე ქვია ხა ჩემი შვილების სახელები ქვია, ჩემი ქალიშვილების, მაგრამ რა ვიცი, მიძღვნელი არის მთელი ჩვენი შთამომავლობის მიმართ. იწყება ესე რომ მე ამოვკენკავ თქვენთვის ამ მშობლოს, ამ სანაგვედან როგორც მამალი. ვიცი ეგ ლექსი, წამიკითხავს. ეგ თუ იყო ჩადებული აღწევდა. გავჩვდი. ეს მინდოდა მეც არა მთლიანად. მთლიანად დიდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იწყება. დასაწყისი ხო ვთქვით.